რა მოხდა 2012 წლის აგვისტოში ალღუჯის პოლიგონზე ბაჩო ახალაიას საქმის კიდევ ერთ ეპიზოდზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყო. არსებობს ათეულობით მოწმე, რომლებიც შინაგან საქმეთა ექს-მინისტრსა და ძალოვანი უწყების შვიდყოფილ თანამშრომელს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. დაზარალებულთა მტკიცებით წინასაარჩევნოდ ყოფილი ხელმძღვანელობა მათ პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ახალაია ექს-მაღალჩინოსანი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. Asset monopolis არსებობის პირობებში აღამისავდა გოლდას აბსოლუტურად არაფერი არამედ დანაშაული ორგანიზებაზე არ არის. აბსოლუტურად არც ერთ ადამიანს არჩეულია ის რაც მე ვესის ეხლა პროგრამისაგან უმეტეს ამის ორგანიზებას შეიძლება ამბულად Ათვისხარე შეიძლება ამოկითხოს ბრალდებულების ბაჩანა ახალაიას, დავით ვერკულას, დავით ჟუგინიძის, მამუკა აბაშიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანდიევას, რობერტ სუხიძის და დავით გიორგაშვილის უდანაშაულობა. ვითომ და დაზარალებულებმა სასწავლო კურსი გაიარეს რეინჯერების პროგრამის მიხედვით და დაზიანებებით მხოლოდ ამის გამო მიიღეს. რაც შორს დგას რეალობისგან.